გამარჯობთ მეგობრებო, მე სანდრო ვარ, თქვენ ჩემი YouTube არხზე ხართ. დღევანდელი ვიდეო იქნება ჩემი სახელოსნოდან და შეეხება მეტალზე სამუშაო ბურღებს. ძალიან მოკლედ, არა პროფესიონალი, მე მოგიყვებით, როგორ ვიყენებ მე ბურღებს, როგორ ვარჩევ და როგორ ვლესავ. ეს ასე ვთქვათ, არაპროფესიონალისგან რჩევები არის იმათვის, ვინც ბურღებს იყენებს სამუშაოზე, სადაც სიზუსტე არ არის მნიშვნელოვანი. ანუ იგულისხმება სიტყვაზე, როცა ჩვენ ვურღავთ რაღაცა დიამეტრს, იმისთვის რომ რაღაც დეტალმა გაიაროს მან და არა რომ მოუჭრათ შეგეთ ხრახნი და მაგაზეც ცალკე ალბათ ვიდეო იქნება. ესე იგი, გადავინაცოთ ახლა სამუშაო მაგიდასთან. დღევანდელი გადაცემისთვის მე მოვამზადე რამოდენიმე კომპლექტი, ესე იგი, ბურღების. ყველაფერი ეს ბურღები არ შემიძენია გადაცემისთვის, ამ ბურღებს მე ვიყენებ ყოველდღიურად, მაგრამ აი ესეთი ელემენტარული სალესი, რომელიც ვიყიდე დომინოში, მე მგონი 200 ლარა თუ არ ვცდები და სხვადასხვა ხარისხის ესე იგი ბურღები. რა განსხვავება არის, უცებ გეტყვით, ეს ინფორმაცია ისევ და ისევ არის. დამწყებებისთვის მე დარწმუნებული ვარ, რომ მარტო ბურღების ხარისხზე დანიშნულებაზე იქნება ცალ-ცალკე რამოდენიმე წიგნი დაწერილი და ინტერნეტში ძალიან ბევრი ვიდეო არის, მაგრამ ჩვენი დღევანდელი მიზანი არის, რომ დამწყებებისთვის ძალიან ადვილად და ელემენტარულად ავხსნათ, როგორ ვიყიოთ ბურღი და ისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ. ესე იგი, ბურღები არის სამი ტიპის შეგვხვდება ჩვენ ძირითადად მეტალზე, ხეზე და ქვაზე სამუშაოდ, ხო? ქვაზე ეგრეთ წოდებული ბედიტის თავები ან ბურღებს რო ეძახიან. დღევანდელ გადაცემაში ამასთან ჩვენ არ გვექნება შეხება. აი ესეთი ბურღებია, რომელსაც თავი აქვს. ამის გამოყენება მეტალზე ან ხეზე არ შეიძლება აბსოლუტურად. ეს არის მხოლოდ ქვისთვის და აღნიშნული ყუთზე ყოველთვის აი ესეთი აგურები ხოლმე, ბლოკი, რაც ნიშნავს, რომ ეს არის ქვაზე სამუშაო. ეს არ გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს ასევე ხეზე, ეს რა თქმა უნდა, მეტალზე გამოყენებადი ბურღების გამოყენება შეიძლება ხეზეც, მაგრამ ხეზე სამუშაოდ ხშირად აი ესეთი სპეციალური თავიანი ბურღები გამოდის, რომელსაც როგორც ხედავთ, აი ესეთი ცენტრი აქვს თავი ნემსივით, რომ ბურღი დრო ხეზე ძირითადად მაინც ხელის ბურღით მუშაობთ, ცენტრი დაიჭიროს კარგად და ლამაზი ჭრილი გააკეთოს პირველივე, რომ არ დააზიანოს ხის ზედაპირი. დღეს ისე ჩვენ გადაცემაში ეს არ ეხება. ჩვენ ვისაუბრებთ, ესე იგი, მეტალის ბურღებზე ძალიან მოკლედ მოგიყვებით, ესე იგი, ბურღები განსხვავდება თვითონ მასალისგან, რომელთაც არის დამზადებული, როგორც წესი ეს კარბონიზირებული რკინა და მილიონნაირი დაფარვა არსებობს, ხო? ყველას რაღაცა თავისი დაფარვა აქვს ბურღებს, მაგალითად ეს არის ბიურტის აი ესეთი შავი დაფარვა აქვს და ყუთზე ყოველთვის წერია სტანდარტი, ხო? ამ შემთხვევაში ეს გერმანული სტანდარტის არის DIN 78 და HSS არის high speed steel, ანუ მაღალი სიჩქარით რკინაზე საჭრელი ბურღები. ყველა ეს აღნიშნა შეგიძლიათ ინტერნეტში ნახოთ, გადმოიწეროთ ბროშურა, რომელშიც ახსნილი იქნება ეს მეტალის ტიპები, ჩვენ გვაინტერესებს მაინც დღეს საუბარი პრინციპზე. პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ დაფარვა ჭრასთან ირიბად არის დაკავშირებული, დაფარვა კარგი არის იმისთვის, რომ ბურღმა არ მიიკრას ის მეტალის ნარჩენები, რომელსაც ჩვენ ვბურღავთ, ხო? ამ შემთხვევაში, რომ შეხედოთ ამას, დაფარვა საჭრელ ზედაპირზე, ხო? ფოკუსზე გამერევ. საჭრელ ზედაპირზე არ არის. საჭრელი ზედაპირი არის ისევ ის მეტალისგან დამზადებული და მეორე სხვადასხვა დაფარვებია. ფასის მიხედვით მიხვდებით რა უკეთესია თქვენთვის და რა არა. და რაც შეეხება თვითონ ბურღის ხარისხს, ხო? მან არის განსხვავებ ორ ძირითად ბურღს. ესე იგი, პირველი არის, როცა ბურღი არის დაზგაზე გამოჭრილი. ანუ იღება ძალიან მაღალი გამძლეობის მეტალი, ის დიამეტრი რაც აქვს ბურღს
და მერე ფრეზით ხდება CNC-ზე ამის გამოჭრა. ესეთი ბურღები უფრო ძვირი არის და როგორ შეგვიძლია განვასხვაოთ უფრო იაფიანისგან არის ის რომ აი ესეთ ძვირიან ბურღებს აქ დარჩენილი ადგილები სადაც ჩანს რომ მან გაიარა საჭრელმა ელემენტმა. აი შეხედეთ აი აქაც და აი აქაც აი დაიწყო აქედან ჭრა და მთლიანად უკვე რომ მივყვებით ხედავთ რომ აქ მოხდა ამის ფორმირება ჭრით. აი ნახეთ აქაც დაზგა მიმუშავა. აი აქაც ხედავთ როგორი გასრი კუთხეებია. და არის მეორე უფრო იაფი რომელიც ბურღის ფორმირება ხდება ტემპერატურით, ანუ იღება მეტალი და მერე მაგის ფორმირება ხდება, ასე თქვა, იღუნება. twist drills ქვია, იმიტომ რომ რეალურად აი ესე დაღუნული არის და ესეთ ბურღს ეტყობა ჩამოსხმის ადგილები, რომ ჩამოსხმული არის, აი ჩვეულებრივად არ არის ეს გაჭრილი. აი აქ კარგად ეტყობა, რომ ბურღი არის ჩამოსხმული. არ არის დამუშავებული დასგაზე აბსოლუტურად. ეს დაშტამპული არის ჩვეულებრივად. ესეთი ბურღები შეიძლება კარგი ხარისხისაც იყოს, რა თქმა უნდა, ხო, გააჩნია ისე წარმოებელი სიტყვაზე DeWalt თუ გააკეთებს ესეთ ბურღს, რომელიც ღუნვით არის დამზადებული, ის საკმაოდ კარგი ხარისხის იქნება, მაგრამ პრემიუმ ხარისხი მაინც არის აი ესეთი სპეციალურად დასგაზე გამოჭრილი ბურღები. ეხლა მაგალითად აი ეს კომპლექტი Parkside-ის ხომ არის დაბალფასიანი ფორმირება ისევ არის აქ ჩვეულებრივად დაღუნულია, მაგრამ იცით რა არის, აი აქ ბურღით დაზგით არის აღებული ერთი ესეთი ფასკა. ეს რაღაცა რომ ცოტა მოვტყუდოთ, რომ ვფიქრობ, არა, ეს გამოჭრილი არის, მაგრამ მაინც რომ შევხედავთ, ეხლა ორი სხვადასხვა ბურღი ხელში დავიჭოთ, მივხვდებით როგორ არის ეს დამზადებული. აქ უბრალოდ ესე აათალეს ერთ ადგილას და ვითომ გახდა ასე რა ქვია, ფრეზზე გამოჭრილი, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ძალიან ხარისხიანი კომპლექტი ეს წლებია მაგ და მშვენივრად მუშაობს. ეხლა ასევე სუპერ ძვირიანი კომპლექტი, მაგალითად როგორც ეს არის, დაგჭირდებათ იმ შემთხვევაში თუ დაზგა გაქვთ. დაზგაზე ეს დაზგასთვის კაი კომპლექტი არის, რომ სიზუსტე აქვს, სუფთა კარგ ჭრას აკეთებს, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გვინდა გავხრიტოთ, ნახრეტი გავაკეთოთ, რომელშიც ბოლოს გავატარებთ, ხო? რითი გავხრიტავთ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ხო? იგივე მაგალითად ვიურც გალესვა აქვს ცოტა საინტერესო, აი ჩამოჭრილი აქვს ნაწილი იმ პირის, რომელთაც ხდება ჭრა. ანუ აი ეს ზედაპირი, რომელიც სრიალებს მეტალზე, შემცირებულია მაგის ზომა, ეგ ეხმარება ისევ ჭრაში, ეხმარება რომ ისინი ჩამოჭრილი მეტალმა ადვილად დატოვოს ეს ადგილი და სხვა არაფერი. ჩვენ შეგვიძლია ლესვის დროს მერე აი ესეთი რაღაცა გავუკეთოთ ბურღს, მაგრამ ისევ და ისევ ჩვენ თუ მაღალ სიჩქარეზე დაზგაზე არ მუშაობთ, ეს თუ არის ძალიან კარგი და თუ არ არის არც აბსოლუტურად არაფერი. ეხლა ისევ და ისევ, ანუ ჩვენი სანდროს გარაჟისეული რჩევები არის ეგ, მე დარწმუნებული ვარ, სპეციალისტები ახლა გვიყურებენ და ტირიან, მაგრამ არ იტიროთ. ჯობია რაღაცა ვიცოდეთ, ვიდრე არაფერი. ხომ ასე ჯობია. ეხლა მე წლებია გამოცდილება მაქვს ხელით ბურღების ლესვის, რაც ვაკეთებ სახლში სახელოსნოსთვის, ხომ ხეზეც მუშაობდი რაღაცა პერიოდი და მე ხელით ძალიან კარგად ვლესავდი. არის სპეციალური სალესი დაანდგარები, რა თქმა უნდა, არის სპეციალისტები არიან, რომელიც ლესავენ. ეგეც ძალიან კარგი არის, მაგრამ ჩვენი ვიდეო არის ახლა იმაზე, რომ ჩვენ რაღაცაზე მუშაობთ, სადღაც წამოვიღეთ 1, 2, 3 ბურღი გვაქვს, ერთ-ერთი კაპუჭიდან გატყდა, ან დაბლაგდა და გვინდა გავლესოთ, ხო? ამაზე არის ჩვენი ვიდეო, თორე პროფესიონალები როგორ აკეთებენ, ეგ სხვა ამბავია. ჩვენ არ ვართ პროფესიონალები ამ სფეროში. ჩვენ მოდესტგადების პროფესიონალები ვართ. ესე იგი, მაქვს ბურღები, მოდით ავიღებ ისეთ, რომელიც გასალესია ისედაც. აი ესეთი დაზიანებული თავით ჩვენ გვაქვს ბურღი
ამაც რაღაც პერიოდი იმუშავა, აი გვერდებზე დაზიანებულია და ეხლა ამას გავლესავთ. ამისთვის დაგჭირდება ესე იგი რა თქმა უნდა სალესი დაზგა. ნებისმიერი ქვით ძალიან წმინდაც ნოიქნება და ძალიანაც უხეში. საშუალო ქვები იყიდება ყველგან 5 ლარიდან იწყება ამის ფასი და ერთ-ერთი რეკომენდაცია მექნება რომ ეს ქვა რომელზეც ვლესავთ ბურღებს სხვა არაფერზე არ გამოვიყენოთ, იმიტომ რომ დავაზიანებთ შეიძლება პატარა ანტეხები გაჩნდეს და მე უკვე ბურღს ვერ გავლესავთ. მაინც ბურღის გალესვა აი ესეთ უსტარულ პირობებში რაღაცა მას სისუფთავეს ითხოვს. ესე იგი ყველა სალეს პატარა მაგიდა აქვს დასადგამი აი აქ და სიადვილესთვის გაბურღვის მე გავაკეთე რამოდენიმე აი ესე მივაახლოვებ ახლა კადრს. აი ესეთი აღსანიშნავი კუთხეების. ეს არის კუთხე, რომელიც ჩვენ გვექნება აი აქ თავის. ეს კუთხე შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს, ხომ? სხვადასხვა დანიშნულების შემთხვევაში სხვადასხვა კუთხე ეძლევა. მე ყოველთვის მინდა რომ არც თუ ისე მახვილი კუთხე იყოს, რომ ჭრის სიჩქარე ისევ და ისევ არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს რომ ხელით გავბრუღო უფრო სუფთად. აი მაგალითად უფრო ბასრი არის ახლა ვიურტის, ვიდრე მე როგორც ვლესავ. მოკლედ კუთხეზე შეგიძლიათ ნახოთ როგორი კუთხე გაწყობთ, სტანდარტულად არის 133 გრადუსი, უნდა იყოს აი აქ შეიქმნა რა თქმა უნდა და მე ცოტა უფრო ვშლი მაგ-კუთხეს, რომ ხელით ბურღზე უფრო ეს ჩემი პრეფერენცია არის, თქვენ რომ ლესვას დაიწყებთ, ერთ-ორ ბურღს გალესავთ, მე ნახავთ თქვენ სამუშაოებში, რასაც აკეთებთ, თქოზე ხეზე მუშაობთ თუ კინაზე, როგორ გირჩევნიათ. ესე იგი, ჩვენ რო დავიწყოთ ბურღის ლესვა, ხო? აუცილებლად გვაინტერესებს ერთი ზედაპირი, აი ეს არის საჭრელი, აი აქ სწორი ხაზია, ხედავთ? და ეს უნდა დავიჭიროთ ზუსტად პარალელურად ჩვენი ქვისა. ესე იგი, აი შეხედეთ ჩვენ აი ასე უნდა მიედოს ბურღი თვითონ ქვას. ახლა დაუჭირეთ კუთხე უკვე და ვიმეორებთ ამ შემთხვევაში ზუსტად იგივე კუთხეს, რაც თვითონ ბურღზე არის. ეხლა ცოტა რთულად გამოიყურება ეს, მაგრამ დამიჯერეთ. ერთი დღე პრაქტიკის და ამას რომ მიხვდებით რა პრინციპით ილესება, ხო? მე ძალიან გამოგადგებათ ეგ ინფორმაცია, იმიტომ რომ მე ახლა მე ვლესავ ჩემი სახელოსნისთვის ყოველთვის თვითონ და ვინმე სხვასაც თუ ჭირდება ულესავ ხელით და ყველა მაყოფილია, იმიტომ რომ ბურღი კარგად ჭრის და დიდხანს. ესე იგი, ჩვენ მივხვდით რომ უნდა მივადოთ, ესე იგი ლესვის დროს აი ზედაპირი აუცილებლად იყოს პარალელური მაგიდის, ქვის უბრალოდ რა თქმა უნდა მაგიდაც ქვაზე გასწორებული არის და ეგ ერთი კუთხეა. ეხლა მთავარი კიდე მნიშვნელოვანია რომ ორივე მხარეს როცა ვლესავთ, ხო, რომ კონდეს ერთნაირი კუთხე, ხო? აი არ შეგვეშალოს, რომ კუთხე, რომ ჩვენ როცა გადმოვატრიალებთ ბურღს და სხვა კუთხეს დავუჭერთ, რა თქმა უნდა ეს არ დაეხმარება ბურღვას. რეალურად ერთი ზედაპირი მუშა იქნება და მეორე უბრალოდ დაეხმარება ნაფოტების გამოტანაში. ამიტომ კუთხეს თუ ვერ ვზომავთ ზუსტად და არ ვიცით, რაღაცა კუთხე მაინც აი მიახლოებით დავხაზოთ და მაგ კუთხით ვურღოთ ორივე მხარეს. ეგ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რა გრადუსით იქნება თვითონ ბურღი გალესილი. ეხლა მაგიდაზე ამით გავასწორეთ, მაგიდა ახლა დავივიწყეთ ფაქტობრივად, რომ ბურღი მაგიდას აღარ ედება, ჩვენ გვიჭირავს ბურღი აი ესე ერთი საჩვენებელი თითით. ეს დაახლოებით ჩვენ გვაძლევს ცენტრისგან უკვე მოშორებას, ექსცენტრული ხდება ეს ჩვენი ბურღი. და ეს საკმარისი არის იმისთვის, რომ მივცეთ სწორი მიმართულება. ხო, მაგიდაზე არ ვდებთ, რადგანაც ლოგიკური არ უნდა იყოს, აი ესეთი ჩვენ საჩვენებელი თითით გვიჭირავს, ვაფიქსირებთ ბურღს, პირს უსწორებთ
პარალელურად მაგიდისა და ქვის და გრადუსზე გვიჭირავს. აი ესეთ პოზიციაში ხომ იწყება ბურღის ლესვა და შემდეგ უკვე მოძრაობა არის, ანუ მიდება და როგორც კი მივადეთ, ვიგრძენით რომ მიედო ბურღი ქვას, ვიწყებთ აი ესეთ ზევით აყვანას, აი ესე, ჰოპ და აი ესე ვლესავთ. ჩათვალეთ რომ აი დანასავით. იმიტომ რომ აუცილებელია რომ აქ კუთხე გქონდეს, რომელიც შექმნის საჭრელ პირს. ესე იგი, დაუჭირეთ გრადუსი, დაახლოებით ჩვენ როგორც გვინდა, ესე ზოლს გავუსწორეთ, დავუდეთ თითი, დავაფიქსირეთ. ეხლა ჩავრთავ დაზგას და გავაკეთოთ პირველ ლესვას. აი, სულ ფაქტიურად ეს იყო. ჩვენ გავლესეთ ბურღი. ესე იგი, დავამაგრეთ ეს ჩვენი ბურღი დრელზე და მე ვამოწმებ, რომ ჯერ ხეზე, ანუ უკვე ასე თუ ისე ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცი როგორ უნდა გაბურღოს ბურღმა ხეზე, რომ მერე მეტალზეც კარგი იყოს, ანუ ცოტა ბურღვის დროს უნდა ითრევდეს, ანუ უნდა ჩადიოდეს თვითონ ბურღი და არ უნდა გვიწევდეს წინააღმდეგობას. აი ასე. ეს კარგად იმას და თუ დაინახეთ, რომ ესე ითრევს რა, ანუ ბურღს ქვევით მშვენიერი, ეხლა გავაბურღავთ მეტალს. ეს ჩვენი მეტალის პროფილი, რომელსაც გავაბურღავთ და სანამ ბურღვას დავიწყებთ დიდი დიამეტრის ბურღით, ან უნდა დაიკერნოს, რა თქმა უნდა, ჩაქუჩით კერნით, ან როგორც ამ შემთხვევაში წვრილი დიამეტრის ბურღებს ვიყენებ მე, იდეალური იქნება, რა თქმა უნდა, დავკერნოთ, მერე წვრილი დიამეტრით უკვე გავხვრიტოთ, ამ შემთხვევაში არ არის გახვეტილი, დანიშნულია უბრალოდ და ნელ-ნელა მერე გავზარდოთ დიამეტრი. პირველ ბურღვაზე მე მარტო აი ესეთი ან დაკერნილია, ან უბრალოდ დანიშნული არის ადგილი, იმიტომ რომ მაინტერესებს მთლიანი საჭრელი პირი როგორ მუშაობს ცენტრიდან ბოლომდე. ამიტომ დავიწყებთ ბურღვას ჩვეულებრივად გახვეტის გარეშე. აი ასე მუშაობს ჩვენი გარაჟის პირობებში გალესილი ბურღი. პირველი გაბურღვის მერე დავათვალიეროთ აუცილებლად პირი და ვნახოთ ხო არ ზიანდება გვერდებზე. და ამ შემთხვევაში მე რამდენადაც ვხედავ არ ზიანდება და არის მთელი. ფაქტიურად ეს იყო ყველაფერი, რაც მინდოდა მეთქვა ამ ვიდეოში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს ვიდეო არაპროფესიონალის მიერ არის გადაღებული და იგულისხმება გარაჟის პირობებში, როგორ გავლესოთ ბურღი, რომ შევასრულოთ არა ზუსტი